შალვა. ვინ არის ის ვისია ტაქსი აეროპორტში, ვისია ფეხბურთი, ვისია კალათბურთი, წვიმა რატო მოდის? ან ქარი რატო უბერავს? ნებისმიერმა ადამიანმა იცის საქართველოში, ხო? ეს საქართველო პატარაა. მარტო ჩვენს ოფისში რასაც ყვებიან, მე ვარ გაოგნებული, ხო? აი ამ მიდგომით ქვეყანა წინ არასდროს არ წავა და ვიძირებით ყოველდღიურად. როგორ შეიძლება 3 მილიონიან ქვეყანაში ერთ წელიწადში 10 პრეზიდენტი შეიცვალოს, ან 10 პრემიერი. და ბიზნესმენები ამას რო უყურებენ, მერე ფულს არ დებენ ქეთი საქართველოში. საქართველოში ამ მიდგომით ფულს არავინ არ ჩადებს. ზევით ბიზნესი პარლამენტარებისა 100%. და ყველაფერი დაფინანსება და ყველაფერი მაგათაა. აი რაკნას მეორე კატეგორია, მე გეკითხები ქეთი. უაღრესად განათლებული ადამიანი ბზანდებით. გეკითხები კაცო, რაკნას მეორე კატეგორიის ბიზნესმა. დამწყებმა რაკნას. გელა ბარკალაია მივიდა და 2 მილიონი მომეცემეთი ბანკს. და 2 მილიონი გელა ბარკალაიას არ მისცეს სესხი, როცა 50 მილიონის მარტო შენობები გვაქვს. ხო? ახლა შალვა შენ ვინ რას მოგცემს? 10 ლარს არავინ არ მოგცემს. როგორ გინდა ბიზნესი დაიწყო, მითხარ? მამან. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემო ქეთი. ეს არის გულწრფელი საუბარი და მინდა ყველას ვთხოვო. უნდა ისწავლოს, პრაქტიკა მიიღოს და უნდა წავიდეს ბიზნესში. ერთი ავტოქარხანა არა გვაქვს საქართველოში და ვისაც უნდა რეალურად გაკეთება, იმასაც ხელს უშლია. მე მინდა ვთხოვო ყველას, სკამს ნუ გამოიყენებენ. სკამი ყველა არის დროებით. მოდი ვთქვათ გიგი უგულავაზე. გიგი უგულავა არის ადამიანი, რომელიც არის ქვეყანაში ერთ-ერთი ფარჩაგი. და ფარჩაგი იყო ციხეშიც. დღესაც ფარჩაგია. ჩემი შვილიშვილებს მან წაართვა ურის ფული. და როდის წაართვა, იცი, მაგალითი ავიღოთ. გიგი უგულავამ წაგვართვა ჩვენ ცენტრი. პირდაპირ წაგვართვა და ამაზე გადაცემა იქნება. წაგვართვა, ხო? დედა გვიტირა. გაგვანადგურა. როდის იცით, როცა სკამი ქონდა. ახლა სადაც ვნახავ, ყველგან გავлахავ. თან მაგრად გავлахავ. ჩემი შვილიშვილები 9 არიან. ყველა იურისტები არიან. და კმილებს ილესავენ, როდის დაამთავრებენ და როდის დაიწყებენ მუშაობას. გიგი უგულავას არ უწერია კარგი დღე. ფარჩაგია. ჯერ მაგისთვის მე არ მომიცლია.